გამარჯობათ, მოგესალმებით მთელ საქართველოს გულწრფელი, აი ნათელი სალმით, მოფერებით და ყოველივე კარგს გისურვებთ და ყოველდღიური წუთები თქვენ გაგიმრავლდეს, ესე იგი მთელს ოჯახში, მთელს თქვენ გარემოში, თქვენ ფესვებში სიკეთის და სიუხვის მომტანი იყოს ეს ლოცვა თითოეული თქვენთაგანისთვის. რა თქმა უნდა, ობიექტივის მსმენელს განსაკუთრებით მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ჩემი სტუმარი, იცით ყველამ რომ ჩემი საავტორო გადაცემა არის სამშობლო და ღირსება. ჩემმა 40 წლიანმა მუშაობამ ქართულ სახელმწიფოს სხვადასხვა სამოწყებაში პერიოდში სახალხო დამცველის აპარატიდან დაწყებული ძალიან ბევრი მეგობარი მყავს მთელ საქართველოს ტერიტორიაზე და მადლობა მინდა უთხრა ყველა თითოეულ მათგანს, რომელსაც ჩვენ ეს მეგობრობა ყოველთვის გამოვიყენეთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი მოსახ დაჩაგრულთა უფლებების დასაცავად და საერთოდ ყოველთვის სიკეთის მარცვალი იყო ჩვენს პროექტებში, ჩვენს დახმარებაზე, ჩვენს გაკეთებულ წარსულ საქმეებზე და დღეს ჩემი სტუმარი გახლავთ ქალბატონი ლია პაპიაშვილი, რომელიც ასევე მსხვერპლი იყო მისი მეუღლე აფხაზეთის ომის მოგეხსენებათ ეს ისეთი წლები იყო ქალბატონი ლია სულ ახალგაზრდა ეხლა ძალიან კარგად გამოიყურება დიდი ტრაგედიების მერე რა თქმა უნდა აღარ მინდა ვახსენო მხოლოდ მეუღლეზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას რომელიც თავდადებული იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მან შემდგომში როდესაც გამოჩნდა დავეხმარეთ გააკეთა არასამთავრობო პროგრამები, პროექტები მიბეცი და მას შემდეგ ქალბატონი ლია პაპიაშვილი სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ განსაკუთრებით მე მახსოვს რომ იყო ასეთი პიროვნება თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოში მოადგილედ მუშაობდა შესანიშნავი პიროვნება, შესანიშნავი ქართველი კაცი ფორაქიშვილი ზურაბი ბატონ ზურაბთან სხვადასხვა პროექტები, როდესაც ჩვენ ხედავდით, რომ აი რომელი კუთხით სჭირდებოდა დახმარება, ეხლა ეს ისეთი წლები იყო, როდესაც აფხაზეთი დაეცა, იცით, რომ ეს ძალიან მძიმე წლები იყო. იყო ქუჩის ბავშვები, იყო ნეიტრალური საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აბსოლუტურად დაუცველები წამოვიდნენ ქალაქ თბილისში და სჭირდებოდა. ძალიან ბევრი ღონისძიება იყო ჩატარებული და ბატონი ზურაბი იყო აი თითქმის სიკეთის მარცვალი იმ სისტემაში და მე მახსოვს რომ ჩვენ ახალგაზრდები მაშინ და ნამდვილად ჩვენ სამშობლოს ძალიან მაგრად ვემსახურებოდით არ ვაკაკუნებდით რომელიმე კარებებს ეხლა ან და გარე სამყაროს ჩავსვავდით ვაკეთებდით ენთუზიაზმით ვაკეთებდით საერთოდ საქმეს აი რო იტყვიან აი თაიგულივით შევიკრიბებოდით სულ ყველანი და შენ ამას იზავ შენ და ჩვენ ასე ვეხმარებოდით ჩვენ ქვეყანას მე წარსული წლები მახსენდება დიდი პატრიოტები რომლებიც მართლა შერჩნენ ჩვენთან ერთად კიდე არიან ბევრი რა ის და ბევრი გარდაიცვალა რა თქმა უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან ხსოვნა იყოს ბატონ ზურაბ ფორაქიშვილის და ასევე იმ ადამიანების რომლებიც იმ სისტემაში მუშაობდნენ და გვეხმარებოდნენ თუ კი რაღაცა იყო საქმე შუაღამის 3 საათიც რო ყოფილიყო ვიდექით იმიტომ რომ ეს იყო ვალდებულება და მოვალეობა ჩვენი რომ ჩვენ ქვეყანას გაუჭირდა ძალიან 90 წელს და მახსოვს კიდე თემქაზე როდესაც ეკლესია გაიხსნა ძმებმა ჩემი ეროვნების ბიჭებმა რომ გახსნეს 23-ში 800 კაცი როგორი მობილიზაცია გავაკეთეთ როგორ რომ იცით რა დაეცა სოხუმი და ამათ თქვეს რომ არაო ჩვენ ახლა ორ თვეშიო ამას გავაკეთებთო რომ ჩვენ მშენებლობის რიტმში ვართო ჩვენი ქვეყნის საპატივცემულო თითოეული ქართველი საპატივცემულოდ მინდა ვთქვა კეთდებოდა ეს მხოლოდ ეს სამშობლო საქართველოა ქართველებისა თავისთავად ცხადია და აქედან გამომდინარე
აი ამ გაძლიერებაში რაღაცა წვლილი ჩვენ გვაქვს და არასოდეს არ გქონია პრეტენზიები რაღაცას იყიდებ, რაღაცა სხვა საკაკუნებენ საზღვარგარეთ რა. არა, შიგნით საქართველოს ირგვლივ ამ ტკივილთან ერთად ვიღვიძებდით, ამ ტკივილით წვებოდით. მე ვიცი რომ ქალბატონო ლია თქვენ ახლა გარდა იმისა რომ სხვადასხვა თითქმის ფორაქიშვილი ბატონის ფორაქიშვილი ზურაბი რასაც აკეთებდა იმ პროექტით ახართ ფაქტიურად ხო ესე იგი საზოგადოებრივი აზრის ხო შენი პროექტი არის ასეთ მე ჩემი ქალაქის პატრიოტი ვარ აი ესეთია შენი პროექტი ძალიან მომეწონა იმიტომ რომ მართლაც ესე ხარ ბოლოს იმიტომ როდესაც ხო უნდა თქვა არა რომ შენ ხარ ნამდვილი პატრიოტი და პატრიოტობას ზოგიერთები ხა ყველაზე არ ვიტყვი მაგრამ ეს ღირსება რომელიც შენ მოგცა ბუნებამ და არ გატყდე ამდენი ტკივილი გადაიტანე და მე პირადად ჩემი მხრიდან მადლობას გიცხადებ აი ამ შემართებისათვის, ამ ბრძოლისათვის, რომელსაც ახლა 1 ივნისი ყველამ ვიცით, რომ ბავშვთა დაცვის დღე არის. და თქვენ გაქვთ ძალიან კარგი პროექტი და საერთოდ თქვენი ორგანიზაცია როგორც ვიცი, რომ ეს ხდება საზოგადოების აზრის გამოხატვის საშუალება და ამ ასოციაციის თავმჯდომარე ბრძანდებით, ხო? ხო, ეს ძალიან კარგია, ხო, საზოგადოების აზრის ინსტიტუტის თავმჯდომარე. ეს ძალიან კარგია, რაც მაშინ ბატონ აგრძელებთ ბატონ ზურაბის საქმეს და ვაცოცხლებთ და მასთან ერთად. ეს ძალიან კარგია და მე წარმატებებს გისურვებთ. და მე ვიცი რომ რაც კი დაგჭირდებათ ჩემი დახმარება მე მზად ვარ ყოველთვის რომ ჩემი ქვეყნის საპატივცემლოდ ყოველთვის რაღაცა გავაკეთოთ რომ ძალიან უჭირს ჩვენ ქვეყანას მე ეხლა გადმოგცემ თქვენ სიტყვას მე ვიცი რომ თქვენ ძალიან კარგი ლექსი მიუძღვენით დღევანდელ დღეს ჩემ გადაცემას და მადლობელი ვიქნები რომ ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი ვინც ახლა ჩვენ გვისმენთ ყურადღებით უსმინოთ ამ ტკივილიან ლექსს მოგესალმებით პირველ რიგში ქალბატონო ცირა დიდი მადლობა მოწვევისთვის ჩვენ რა თქმა უნდა დიახ მოვდივართ იმ 90 ტკივილიანი 90-იანი წლებიდან ეს გვაკავშირებს ჩვენ სამწუხაროდ იმ დროს როდესაც ჩვენს ქვეყანას აი ეს დიდი უბედურების ქარიშხალის ბორბალი დაატყდა თავს და ჩვენს სამშობლოს ჩვენ ხალხს დიახ და იქიდანვე ჩვენ ასე მოვდივართ ამ ტკივილით მაგრამ თითქმის დღემდე მაინც ომში ვართ დიახ ჩვენ კი სამწუხაროდ და მე მაქვს დიახ ესეთი პროექტი მე ჩემი ქალაქის პატრიოტი ვარ და აი ზუსტად დავიწყოთ ჩემი ლექსით მე წაგიკითხავთ აი ამ მე მინდა მსმენელს თქვენის ნებართვით არ მინდოდა ხაზი გამესვა ამ ტკივილისათვის მაგრამ თქვენი ეს პატრიოტული მიდგომა, თქვენი ესეთი იცით ღირსეული ნაბიჯი, თქვენი გოგონას მერე ეს მინდა ავღნიშნო, იცით რომ ქალბატონ ლიას ძალიან ახალგაზრდა გოგო მან დაასაფლა სრულად ძალიან არც ავად იყო და არ მინდა დანარჩენ საკითხებს შევეხო, მაგრამ გარდა მეუღლისა მან კიდე დაკარგა რაღაც 22 წლის 22 წლის იყო თქვენი გოგონა და 5 წელია რა. არა, 15 წელი გავიდა უკვე ხო? 15 წლის წინ მან და მან ძალიან დიდი ტრაგედია გადაიტანა, მაგრამ ხედავთ მე იმად გასაგონად ვამბობ, რომლებიც აი აქ ჩვენი სამშობლოს პარლამენტის კიბებთან ბოდიშს ვიხდი, ეს არ არის ჩემი საქმე, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ, ნუ რავის ნუაყვედრით. თქვენი გაკეთებული საქმეები ისეთი არავის არაფერი არ უნახია, მაგრამ ჩემთან ზის ახლა ქალბატონი, რომელსაც შვილიც კი შეეწირა. მაგრამ არა მარტო მეუღლე ქონდეს. კი, არა მარტო მეუღლე. 22 წლის გოგონა, რომელიც აბსოლუტურად დილას რო წავიდა და შემდეგ უკვე რაც მოხდა, ეს იყო საშინელება. ქალბატონო ლია მე ეს თქვენი შემართება მინდა იმ ადამიანებს ვისაც ძალიან უჭირთ ვიცი რომ უჭირთ სხვადასხვა გარემოებებია გაჭირვების
მაგრამ აი ამ გაჭირვებას სწორედ მაშინ ახარ ძლიერი, როცა შენ იცი გაუძლებ და არ დაიწყებ მაგალითად ისეთ ნაირად რომ მთავრობა ყველაფერში დამნაშავე. მენდეთ არა, თვითონ მოქალაქე უნდა იყოს ისეთი ღირებულებების, რომ ამ ტკივილს გაუძლოს და საზოგადოების ირგვლივ, რა თქმა უნდა, თანაგრძნობა იგრძნოს. ისმენთ ხაბატონოლია. მადლობა. არ მითხრათ დაბერდი ასაკით. არ მითხრათ სიცოცხლე მოგბეზრდა. მომბეზრდა ტყუილი. მომბეზრდა ღალატი. მომბეზრდა ლოდინი. მომბეზრდა თამაში. მომბეზრდა კამათი. განცდები უაზრო. თამაში ვადებით, უაზრო ამბებით. თავზე მოხვეული ტყუილი სიტყვებით. სიყალბე ღიმილით. ხელზე დახვეული სხვადასხვა ამბებით. დაპირებები. არაფრის მთქმელი ჩემი ქვეყნისთვის. მე დავიღალე ამ დაპირებით. ყალბი ღიმილით, ცრუ იმედებით და ჩემი ქვეყნის სულის ტკივილით. მე ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ლია, იმიტომ რომ თქვენ ლექსში თითქმის ყველაფერი ითქვა, ყველაფერი ხაზი გაესვა, რა მდგომარეობაშიც ფაქტიურად საზოგადოების უდიდესი ნაწილი დღეს ვართ, არიან, ჩვენც ასევე განვიცდით ამ ყველაფერს, მაგრამ არის ის მუხტი, რომელსაც თქვენ ჩვენთან ბატონი დავით არხან მოურავი, ეს არაჩვეულებრივი პიროვნება, არაჩვეულებრივი ვაჟკაცი ქართველი, რომელსაც ძალიან უყვარს თავის სამშობლო და თქვენ იცით, ჩემი ოჯახური გოგობა რაღაცა, მაგრამ მე 25 წელია მასთან ვარ და მის პატრიოტიზმს, მის ერთგულებას, მის ბუნებას თავის სამშობლოს მიმართ აი მიყურებია და უყურებ. ისიც ასევე ტკივილი არის, მაგრამ არ ეპოება და რასაკვირველია. არის ბრძოლის კეთილსინდისიერი ბრძოლას იცით რა არის, რომელიც ახლა უკაცრავად რაღაც მეთოდები ახალი არ ვიცი საიდან გადაიღეს ეს მეთოდები, რომლებიც შესანიშნავი დღესასწაული იყო, ახლა რომ იყო ფაქტიურად ჩვენი სამშობლოს ღირსების დღე ასეთ ჩაფთვლი მე იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ერთი სიმაღლის ეს ვაჟკაცები, ეს ჯარის, ეს ყველაფერი ხომ არის შექმნილი, ხომ არსებობს რომ საქართველოს სიმღერა გადის მთელ მსოფლიოში და ერთი ჯგუფია, რამოდენიმე ჯგუფია, ეს არ არის ყველა ქვეყანაში მენდეთ ძალიან გთხოვთ, მსოფლიო მაქვს იცით ლია შემოვლილი, მაგრამ ნამდვილად ასეთი ხმები, იცით რო იწყება, აი ასე მითხრა ერთხელ ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელმა, მე 11 კლასში, მე-10 იყო მაშინ, მე-11 არა. რა ენაზეც აზროვნებო, ის იმ ენის მუხტი შედის ორგანიზმშიო. სულ ვამბობ, რომ ბატონ კლიმენტი თებზაძის სიტყვები, აი ეხლა მახსენდება, როდესაც ქართულ ხმებს უსმენ, მე თითქმის არ არსებობს, რომ არ ვიტირო. ეს არის ცრემლი იმ ქვეყნის, რომელმაც ასეთი ეს წინაპრემა დატოვეს. ეს სიმღერების ტექსტები, ეს პოეტები, ეს ყველაფერი იყო ამ ქართულ სახელმწიფოში. აქამდე რომ მოვიდა. აქამდე რომ ეს სილამაზე არის და ეს ხელო, მაგრამ აი ამ ყველაფერს ხელი შეუწყოთ. ხელშეწყობა რო არ ქონოდა, ესენი ვერაფერს ვერ იზამდნენ, ვერც ის ჩვენი სპორტსმენები. მე თანხმებით. და აი რამ გადაგაწყვეტინათ ახლა, აი აქედან ვამბობ. თქვენ ესე იგი ბავშვები რომლებიც ამას მოითხოვდნენ ამ პროექტს. დიახ, იმიტომ რომ ჩვენ გავაკეთეთ ესეთი პროექტი, მე ჩემი ქალაქის პატრიოტი ვარ, ჩვენ 1 ივნის გვაქვს ღონისძიება, სადაც იქნებიან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები,
დევნილი ბავშვები, მათ შორის ობოლი ბავშვები, სოციალურად დაუცველები და აი ამ პროექტზე ზუსტად ჩვენ გვაქვს ხვალინდელი დღის იმედი ეს ლექსიას, მაგრამ ისინი ჩვენ დღეს არიან ბავშვები, მაგრამ ხვალ უკვე ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. და აი ზუსტად აი აქედან გამომდინარე დავწერე მე ეს ლექსი, რომ იმედიანად ვართ, იმედიანად ხვალინდელი დღის იმედი გვაქვს. დიდი მადლობა მინდა უთხრა, არ შემიძლია დიდი მადლობა უთხრა ქალაქის მერიას და კულტურის სამინისტროს, რომელმაც მხარი დაუჭერეს აი ამ პროექტს და ჩვენ გვეძლება საშუალება, რომ ჩავატაროთ აი ამ ბავშვებისთვის აი ეს ლამაზი საღამო და კიდევ უფრო რა თქმა უნდა ხელშეწყობა გვჭირდება, ჩვენ გვინდა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდეს აი ესეთი ღონისძიებები. აქ გაჟღერდება უფრო ძირითადად პირველში თბილისზე, ჩვენს ქალაქზე, ლექსები, სიმღერები, იქნება პოეტებთან შეხვედრა ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან, გადაეცემათ ბავშვებს წიგნები პოეტების მიერ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ესე იგი მოწყვეტილი აი ბავშვები თითქმის ამ ინტერნეტ სივრციდან გამომდინარე არიან ნაკლებად წიგნში ჩახედულები და გვინდა რომ რაც შეიძლება მეტად უფრო შეიყვარონ წიგნი ეს რომ იკითხულობს ბავშვი სხვანაირად აღიქმება ეს ყველაფერი. სხვანაირად აზროვნებს. ეს პატრიოტული, დიახ, სხვანაირად აზროვნებს ეს პატრიოტული სული გვინდა რომ აი ამ ბავშვებში გაღვივდეს და სწორედ ჩვენი პროექტი აი ამას ითვალისწინებს. და რა საკიდან გეყოლებათ ახლა ეს ბავშვები ქალბატონულია ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით? ეს თითქმის არიან წარმოიდგინეთ 4 წლიდან ყავს ბავშვები და იქ იქნება ძალიან კარგი ისეთი 4 წლის ბავშვიც რომელიც შეგვისრულებს წარმოიდგინეთ გიტარაზე მშვენიერ სიმღერას ისეთი წარჩინებული და ნიჭიერი ბავშვები ყავს და ამათ ხელშეწყობა ჭირდებათ. თქვენ აუცილებლად გეცოდინებათ გავსოვთ ესე იგი მე დასაწყისში რომ მოვედი ქართული სიტყვით დავიწყე აი წერს ჩემი გადაცემები ასეთი ჟურნალი დილა ქალბატონი წივწივაძის თამაზ წივწივაძის დახემძღვანელობს და მაშინ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო ბატონი თამაზი ისიც ის 90-იანი წლები რა იმით წამებით და იმით წავიდა ის მწერალთა კავშირიდან და როგორი არ ვიცი რაც შევარქვა ეს განგებამ უნდა უპასუხოს იმათ მე არ დავკნინდები ისე იმ ადამიანებს ვინც ამას იქ აჩენდნენ და ხელს უწყობდნენ და პოლიტიზირებული იყო ყველაფერი იმ მაჩაბლის ქუჩაზე ფაქტიურად და ძალიან დიდ პატივსაცემ იმ ჟურნალს რომელსაც 120 წელი შეუსრულდა ხო და აი სწორედ მე მიმაჩნია რომ აი თქვენი და მათი ერთობლივი თანამშრომლობა, იმიტომ რომ ჩვენ სულ ყველანი დილაზე ვიზრდებოდით. კი, არაჩვეულებრივ, რა თქმა უნდა. და აი ახლა ნაკრების ამ დილის ნაკრები იყო, ღონისძიება ჰქონდათ მათ 120 წლისთან დაკავშირებით. ხო და იცით, ისე კიდე მთელი 3 დღე უყურებდი თავიდან ბოლომდე. რამდენი რაღაცა იყო გაკეთებული ამ ჟურნალებში ამ წლების მანძილზე არ შეწყვეტილა არც ჰქონდათ იცით რომ ახლა ფინანსური როგორი რთული იყო როგორი ძნელი იყო და მათ შეძლეს იცით არ ნახული ქართული საბავშვო მწერლობის აი ამ ასაკის ბავშვებისთვის ამაზე კარგი რა უნდა ნახონ იმათ აი სწორედ აი ეს ხაზიც მინდა რომ ერთგულებად იყოს იცით რატო რეგიონალური სისტემაც ჩაერთოს ეს ყველაფერი იმიტომ რომ ეს სამშობლოს აძლიერებს ბავშვი რომელიც კი დედები ასწავლიან მაგრამ ყველა სამი საშუალება არ აქვს ზოგი ძალიან ეხლა მძიმე ვითარებაში და ძალიან ცუდი მდგომარეობაა იმ კუთხითაც რომ ინტერნეტით იცნობს დედას ბავშვი ეს ძალიან აისახება მათი ასეთი წარმომადგენლები და მე ვფიქრობ ეს ძალიან კარგი იქნება იცით რატო აი რეგიონულ სისტემაში განსაკუთრებით ერთობლივი მუშაობა ეს იქნება ფაქტიურად ჩვენი თაობის ეს სახელმწიფო აზროვნების რო ვიყავით ჩვენი ეხლანდელი ახალგაზრდები ძალიან შეუდარებელია სხვასთან ისე ძალიან მაგრები არიან ძალიან ნიჭიერები არიან ძალიან
აი სხვანაირი მოხტით დადიან, აი რომ დადიან არა ამაყები, ღირსებით სავსე. შეიძლება მათ უჭირთ რაღაცა, მაგრამ ნუ დაუკარგავთ, რომ იმდენად აქვთ ამ მომავლის იმედი და იმდენად ჯერავს, რომ საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება ისე, როგორც ეკადრება ქართველ ერს და აქ მაცხოვრებელ ერს. მე ხას უსვავ, იმიტომ რომ არ ხდება ისე, რომ მარტო ერთი ადამიანი ხო იცით, ჭამაში ცოდვა და რაღაც აქ მაცხოვრებლების სხვადასხვა ერების წარმომადგენლები, ბევრი დატოვა საქართველოს, ბევრი წავიდა, მაგრამ ის ვინც წავიდა, მენდეთ რომ ნოსტალგიით შეპყრობილები გვამები ჩამოყავთ. ვერ განთავისუფლდნენ იმ სიყვარულისაგან, რაც საქართველოდან ჰქონდათ. და აქედან გამომდინარე, ყველას მინდა მიმართო, რომ ასეთი სახელმწიფო, როგორც არის საქართველო, ეს წინაპრებიდან, აი რაც წამოვიდა და მერე დაემატა კიდე განვითარების ნიადაგზე, ძალიან კოსმოსის დონეზეც ფაქტიურად ყველა სწავლობდა ყველგან, ეს ლენინგრადი იყო თუ ის ევროპას შემდგომში, რა თქმა უნდა, ევროპაში ძალიან ბევრი გაიზარდა ყველაფერი და აქედან გამომდინარე, მთელი ევროპა ზეპირად იცნობს, ხმებსაც იცნობს და ადამიანების ფორმულირებას, იმიტომ რომ საკმარისია რომ ერთხელ ჩამოვიდნენ და სხვათა შორის დღეს ახლა ყაზახეთის აეროპორტი მეშვეობი და ტურისტული ისა თვითმფრინავი რომელიც შემოვიდა, თავისთავად ცხადია რომ ამას ყველაფერს ახალს მოყვება ძალიან ბევრი დადებითი. თითოეულ ნეგატიური შეიძლება იყოს, მაგრამ ამისათვის არის ახალ სახელმწიფო ინტერესები და ისინი ამას გაართმევენ. აი მე ვფიქრობ, რომ აი ეს 4 წლისანი რო არიან ის დილასთან დანარჩენებისთვის, თქვენ მაინც როგორ ფიქრობთ აი ამ დღისათვის ისინი მომზადებულები არიან როგორც საქართველოს ღირსეული ახალგაზრდობა, ხო? დიახ, ისინი მომზადებულები არიან და ჩვენი მიზანია, იცით, ქალბატონჩილა, რომ აი ამ ბავშვებს უფრო მეტად შევაყვაროთ თავისი სამშობლო, ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო. იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა კი სწავლა შემდგომ გაიზრდებიან, განათლება მიიღონ, მაგრამ ჩვენთანაც კარგი განათლება არის. ჩვენი სახელმწიფო საკუთარ ენაზე უნდა გქონდეს მისი განათლება. დიახ. და ენის პრობლემაც იცით, აი ეს ბავშვები ჩვენ გვინდა მართლა პატრიოტები იყვნენ, თავიანთ ენაზე მოსაუბრე და არ იყოს იქ აი ჩართულობები არის ზუსტად, იმდენი ინგლისური სიტყვა არის, უკვე იმდენი ინგლისური სიტყვა შემდის, არა, ისინი პატრიოტები იყვნენ, თავიანთი სიტყვის, ჩვენ გვეყოლება იქ ახალგაზრდა მწერლებიც, ქალბატონი მაყვალა გონაშვილი არის მწერთა კავშირის თავმჯდომარე არჩეულებრივი ქალბატონი, მე მის გამგეობის წევრი მწერთა კავშირის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აი ამ ბავშვებისთვის ის საბავშვო ლიტერატურა რაც არის, ეს სათანადოდ მივაწოდოთ და აი ამ რეგიონებშიც გავშალოთ ეს თემები და სხვათა შორის რეგიონიდანაც გვეყოლება ბავშვები, ძალიან კარგი ბავშვები და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი იმედის მომცემია, რომ აი ეს ბავშვები იქნებიან ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და არ დატოვებენ ჩვენს ქვეყანას და მიიღებენ ისეთ ქვეყანას, როგორ ქვეყანაში ცხოვრობენ. ძალიან კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთ. აი ჩვენ ქვეყანაზე უკეთესი არსად არ არის. ულამაზესი ქვეყანა. ნამდვილად ასე მე გეთანხმები და აი თქვენი ეს პროექტი რაღაცნაირად მე ასე ვფიქრობ, იმიტომ გახსოვთ თქვენ ამის წინ თქვენი ის პრეზენტაცია რო იყო მწერთა კავშირში, მე რო ვიყავი მაჩაბლის ქუჩაზე რო ჩამოვედი, მარჯვენა ახლა იქ სხვა ის არის. დიდი ნოსტალგიები მაქვს ხომ რომ ჩამოვდივარ ჩვენ სახალხო დამცველის აპარატს რომ ჩამოვიხომე, სულ მახსენდება ჩვენი დიახ. კი ეს რაღაც სასწაული იყო მაშინდელი სახალხო დამცველის აპარატი, იმიტომ რომ არ ჩერდებოდა ხანდახან 10 საათზე მივდიოდი 11-ზე მივდიოდი, რა ვიცი, სრაფი ეგრებ რომ შუაღამისადაც დავდიოდი ხოლმე წინასწარი დაკავების ადგილებს, რაღაცა იცით რა საქმე კეთდებოდა. და მახსოვს რომ დათოს ბატონი დათოს არალერის ბრძნული ისეთი, რა თქმა უნდა, მე ქალბატონ ანამაც
გააგრძელა, მაგრამ ცოტა ხანი იყო, იმიტომ რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გადაიყვანეს ქალბატონი ნანა და შემდგომ უკვე ნამდვილად მტკივა გული, ნამდვილად მტკივა, იმიტომ რომ პროფესიონალიზმი მარტო ის კი არ არის, რომ იცით რა, ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთაშორისო არავინ ქალბატონს ირა, მაგრამ აი ბატონი დათო სალარიძეს პერიოდი, თქვენი პერიოდი ის სულ სხვა იყო, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებდით თქვენთან ერთად. დიახ. დიდი მადლობა, მაგრამ ვამბობ იცით რა, ბატონი დათო სალარიძე რო ხვდებოდა დაზარალებულს, გულნათკენს, გაჭირვებულს არ გეგონოთ რომ მაშინ ნაკლები იყო, მაშინ ძალიან ბევრი იყო. ძალიან ბევრი. ხო და ისეთნაირად ხვდებოდა, რასაც ქვია ქართველი კაცის მიდგომები, ადამიანური და რა თქმა უნდა სამართლებრივი კანონის გარეშე, კანონმდებლობის და მაშინ იყო კიდე ასეთი ცხონებული ძალიან კარგი პროკურორი იყო, ბატონ ზვიადის დროს იყო მთავარი პროკურორი ის კაცი. ძალიან ადამიანური, რომელიც გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა, გვარი გამახსენდება ალბათ. ხო და იცით რა, ის ძალიან აფასებდა. იმიტომ რომ იცოდნენ რომ არასოდეს ტყილზე არ ვთხოვდით. არასოდეს არ გამოგვიყენებია ჩვენი სახელმწიფოში რომელიმე კაბინეტის კარი პირადად მე შემიძლია ვთქვა რომ ხელებს ავწე არასოდეს ჩემ ქვეყნის ღირსებას ვიცავდი ყოველთვის. და ყველგან და ეს იცით რა, სიცოცხლეს მიხანგრძლივებდა, ენთუზიაზმს მაძლევდა. და რაც მთავარია, იცით რა არის, ერთგულება ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. ეს ძალიან დიდი შეუდარებელი. მე დღეს საქართველოს პარტიულ სისტემებში, აი ხა რო აქედან იქ რო გადახდება, მე იქიდან იქ რო გადახდება რაღაცა, ჩემთვის ეს წაშლილია. ერთგულება სხვა რაღაცა არის, რომელსაც ვერ დაემშვიდობები. იმიტომ რომ და თუ წახვედი უკან უნდა გაიხედო იმ ერთგულების შეფასებაც უნდა დააყენო მაღალზე. რაღაცა პატარა უყურადღებობასაც ხაზი უნდა გაუსვა. მაგრამ ამას ვერ ვხედავ დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში. თქვენ ეხლა ნაკლებად უფრო საზოგადოებრივში ბრძანდებით, მაგრამ არც საზოგადოებრივში მაინც და მაინც არ ჩანს. ის იმიტომ რომ ყველა მაინც პოლიტიკურად უყურებს არსებულ მდგომარეობას. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ იცოდით რომ მაგალითად რომელ წელს გაიხსნა პირველად საბავშვო ბაღი? არ ვიცი. 910 წელს, 1910 წელს. და მე ეს გავიგე სხვათა შორის აი იმ ჟურნალის ქალბატონ თამარ წივწივაძის მეშვეობით ამ ასოციაციას ჟურნალში ხო რამდენი მაგაზი აღვიზარდა, მაგრამ ჩვენ ის არ ვიცოდით რომ აი ქალბატონ ნიკოლაძის მიერ იყო ეს ორი ოთახი დაქირავებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იქ გაიხსნა პირველი საბავშვო ბაღი, ფაქტობრივად ორი ოთახით. და რომელიც შემდგომში რა თქმა უნდა მანამდე კიდე სხვა ისინი იყო, ამ ჟურნალს ნაკადული ერქვა და შემდეგ უკვე ბატონ თამარ წივწივაძის დროს უკვე სხვა სურათი და სხვა ის დაარქვეს. მაგრამ თვითონ ქალბატონი ნინო ნაკაშიძე და ის ნიკოლაძე იყვნენ ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ფარველები და ესენი ემსახურებოდნენ თავისი საზოგადოების ყველა წერტილს, რომ განათლება მიეღოთ პატარა ბავშვებიდან დიდ მშობელიც, როცა მიყვებოდა თავისთავად ცხადია. აი როგორ ფიქრობთ, დღევანდელი როლი ამ აღზრდის საკითხებში? თქვენ ეხლა რამდენადაც ბავშვთა დაცვის რომ არის. დიახ, მე თქვენ ალბათ თქვენ კარგად იცით ქალბატონი რა ზუსტად ის 90-იანი წლები, როდესაც ეს ამხელა უბედურება მოხდა და ის მართლა საჯიში ბიჭები, ვაჟკაცი ბიჭები დაიხოცდნენ
ზოგი იქ, ზოგი მერე სამოქალაქო ომს შეეწირა, მათი ოჯახები დარჩნენ გახდნენ მარჩინალ დაკარგულები და მათ ოჯახებზე არავინ არ სრუნავდა. მე მაშინ მოვინდომე ხომ აი ამ ბავშვების, მეც რა თქმა უნდა მათ ნაწილში ვიყავ, იმიტომ რომ 28 წლის მეუღლე დავკარგე. დამჭა ორი პატარა გოგონა და გავაერთიანე მე ეს მაშინ ზუსტად რომ ბრძანეთ ეს საბავშვო ბაღთან დაკავშირებით მე ჩემი სახლი დიღმის მასივში დაუთმე აი ამათ აი ამ ბავშვებს ჩემი პიან ჩემი ყველაფერი და აი იქიდან დავიწყეთ ზუსტად მოძრაობა რომ ჩვენი ბავშვები ყოფილიყვნენ აიცით სრულუფლებიანი მოქალაქეები და არ ყოფილიყვნენ დაჩაგრულები. ობლობა ეს არ არის სტატუსი. ეს უბრალოდ უფლისნება არის თუ არა ჯვარეწერია ყველას შეიძლება რომ ყველას რაღაცა დაემართოს ესეთი შემთხვევა. და აი აქედან იყო რომ ჩვენ დავიწყეთ ფეხისადგმა. აი აქედან იყო რომ დავიწყე ამ ბავშვებზე ზრუნვა. ის რომ მათ მიიღოთ სათანადო განათლება, კულტურა, არ ჩამორჩენილიყო საზოგადოების რაღაც ისეთ ნაწილს, რომ მათ ეკრძნოთ თავი დაჩაგრულად. და აღზრდას და კულტურას დღევანდელ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი იქიდან გამომდა ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი გავზარდეთ. ჩვენ რა თქმა უნდა ყოველას ვერ შევძელით ყოველას უზრუნველყოფა, მაგრამ ყავს ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომლებიც არიან თუნდაც აი იგივე ჩემი გოგა მესხი, რომლის მამაც დღემდე უგზო-უკლოდ დაკარგული არის. გიორგი კობაიძე და ბევრი ისეთი ბავშვები და ამასთან ახლა თქვენ კარგად იცით და მე კიდევ დიდი მადლობა რომ მომეცა ამის საშუალება. კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა ჩვენი გიორგი არქანიას შესახებ, რომელიც ერთად ზრუნავდით, ეს იყო დევნილი ბავშვი აფხაზეთიდან და მას ჭირდებოდა სერიოზული ოპერაცია, ორგანოს გადანერგვა და თქვენი სახალხო დამცველის აპარატის საშუალებით თქვენი ადამიანური პირველ რიგში აქედან თვისებებიდან გამომდინარე თქვენ აი ეს ძალიან გულთან მიიტანეთ თქვენ წახვედით მასთან ერთად საზღვარგარეთ ოპერაცია ჩაუტარდა და თქვენ აჩუქეთ მას მაინც რაღაც 2 ათეული წელი მაინც რომ მეცოცხლ კიდევ აი ამ ბავშვს დიდი მადლობა დიდი გიორგის ხსენება ჩემთვის არის ძალიან დიდი ტკივილი. დიახ, ძალიან დიდი. გიორგი არქანია 6 წლის იყო მაშინ, როდესაც ჭუბერი გადმოლახა დედამ ნაკაბატო ნათელა იყო მის დედას. და ეს ჭუბერი ძალიან მძიმე აღმოჩნდა, მისი მეუღლე გარდაიცვალა იმ გზაზე და მისი და-ძმები კი ჩამოვდნენ, მაგრამ გიორგისთან ერთად, რომელსაც იქ სოხუმში უკვე ჩატარებული ჰქონდა ერთი ოპერაცია, იქ გაკეთებული ჰქონდა ქვეთ სასქესო ჯირკვლების ანომალია, მახსოვს ეს ყველაფერი. თქვენ ორგანიზაციაში ის იყო გაწევრიანებული, პარალელურად კიდე მაშინდელი ქალბატონი ნანული ცაგარეიშვილმა, რომელმაც მე შეხვედრაზე ვიყავი და მან ამ ბავშვის თაობაზე მითხრა, რომ ასეთი ბავშვი არსებობსო და თქვენც მერე სახალხო დამცველში რომ მობრძანდით, ხო და მე უკვე ჩავთვალე, რომ ეს უნდა გავეკეთებინა, როგორ გეკადრებათ, ხო და ეს როცა გავიყვანეთ ლენინგრადში, პეტერბურგში გაუკეთდა ეს გიორგის ეს ოპერაცია, ერთი კი არა, 2. იქ იყო ჩვენი წარმომადგენელი, ესე იგი ელჩი, რომლის მეუღლე იყო ქალბატონი ორბელიანი, მე მინდა თქვა, არაჩვეულებრივი ქალბატონი. ეს როდესაც დაინახა და ბატონ ბორის ოსიპოვს მე ვესაუბრებოდი, გაგიშდა ის ქალი, როგორ ვინმე და არავისთან არ დაგვიკაკუნებია, მინდა გითხრათ. აბსოლუტურად არავისთან, არავის არ ავთხოვეთ. და აი ესე როცა საუბრობენ ხოლმე რა საერთაშორისო ორგანიზაციები და ესე და ისე და ამას იყენენ, ჩვენ აი ბატონ ბორისთან ერთითვე ვიმუშავე მარტო იმაზე, რომ შეხვედრა მოხდილიყო ისე, რომ ბავშვიც თან წამეყვანა და დედაც. და მახსოვს, რომ ეს როცა იქ გავაკეთეთ ეს ოპერაცია, რომ ჩატარდა ყველაფერი და მხოლოდ სასტუმროს ხარჯები ქალბატონ ორბელიანის ქალბატონმა აიღო თავის თავზე და იქვე მე ვთხარ, მეც ვეღარ გავჩერდები, გაუკეთდა ბატონ ბორისმა. მაგრამ ის რაც მოხდა, მე ვიცოდი მარტო. მე არც დედას არ უთხარი, იმიტომ ბატონ ბორისმა მისი
მდგომარეობა მითხრა, რამდენსაც იცოცხლებდა, როგორც იცოცხლება 2 წლით კიდე მეტი, სამწუხაროდ გიორგი პოლიტექნიკურში მოეწყო და 23 წლის ასაკში მაინც ტრაგიკულა კი არის ხო, მაგრამ მაინც ეს რაც და მე მახსოვს, რომ შემდეგ როცა ჩამოვედი და მეზობლი რომ კითხულობდნენო ძალიან მეძებდნენ, მე არ ვიყავი საქართველოში. ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი ქალბატონ ნათელასთვის, მან დიდხანს ვეღარ იცოცხლა გიორგის მერე. ასეთი ტრაგიკული წუთები და საათებიც ჰქონდა ჩვენ იმ დროს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასოდეს არავინ არც მაშინ აფხაზეთის მინისტრთა საბჭო იყო და რა ქონდათ არაფერი რაღაცა. ჩვენ უკანასკნელი, უკანასკნელს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გადაგვერჩინა ენთუზიაზმით ქალბატონო. რა თქმა უნდა, პატრიოტული გრძნობა ჩვენ მთელი ეს ჩვენი ახალგაზრდობა მოვახმარეთ ჩვენ სამშობლოს ნამდვილად. და გრანტები არ აგვიღია, გრანტები არანაირი. ამხელა ამდენს უამრავ საქმეს აკეთებდა ჩემი ორგანიზაცია, მაგრამ არც ერთი გრანტი მე არ ამიღია. ჩემს ორგანიზაციას მეგობრობ, მე დღემდე ასეთ ადამიანებთან და არ შემიძლია ქალბატონო ლია ადმახსენო, ეხლა რახან ასეთი ის აი უკან გადავიხედეთ, იცით რა, ამ ბავშვთა აღზრდის საკითხებში რაღაცა ქალბატონ რუსუდან ბერიძის ხელი ამ საკითხებში. რა თქმა უნდა, უდესი მადლობა რუსუდას. და რა თქმა უნდა, ქალბატონ ნანიჭანიშვილი, რომელიც ესენი პირველად, როდესაც სტოკჰოლმში მოვხდით, სტოკჰოლმში, მაშინ ვიგრძენი, რომ რამხელა საქმე კეთდებოდა საქართველოსთვის. ძალიან ბევრი, აი ეს ბავშვთა საკითხები, ქალთა საკითხები, არავინ არ გაიგებდა ისეთნაირად აკეთებდა ქალბატონი რუსუდან ბერიძე, ხსოვნა იყოს დიდი ღრმა პატივისცემა ამ ორი ადამიანის მიმართ და კიდე დანარჩენები, ვინც მუშაობდნენ, ბევრი იყვნენ მაშინ და გაკეთდა ის თავშესაფარი დღევანდელი ბევრი რაღაცები გაკეთდა, მაგრამ 16 ბავშვთა სახლი დავაფუძნეთ, მაგრამ აი ეს ქუჩის ბავშვები ყველაფერი როცა ქალბატონი ეთერი რომ მოდიოდა ხოლმე წლოვანი ქალი ჩემთან, ქალბატონი მე მწვენოდა და რომ მეტყოდა რომ იცი რა ქალბატონი რა 16 ბავშვი მოვიყვანე და სადაკავს მეთქე ეს ბავშვები. აი დაბლა, იმიტომ რომ არ ამოვიყვანეს უყო და ჩავედი მოვეფერებოდით რაღაცა და მახსოვს რომ ერთი პროექტი კიდე ასე დაუფინანსებულად ბავშვები ბავშვებს 53 ქალბატონ მარგველაშვილის სკოლაში რო გავაკეთეთ ეს არაჩვეული ბავშვები ბავშვებთან ეს დიდარი უბანი იყო და ღარიბი ბავშვები რაღაცა როგორი სიხარული და იცი უამრავი საქმე კეთდებოდა, მაგრამ მთავრობას არ უკაკუნებდნენ, იმიტომ კი რომ არ ვიცოდით. ვიცოდით ყველაფერი, მაგრამ არ ვკადრულობდით თუ საქმეს გააკეთებ, ღირსეულად რაღაცა. დღეს სხვა დრო არის უკვე. თვითონ მთავრობები ფინანსდებიან გარესამყაროდან, ასე ვთქვათ, ხო სწორია. მაშინ შიგა სამყაროში იყო ჩვენი ბიუჯეტი, იმდენად არ იყო, ეხლა საბჭოთა კავშირის მომენტი იყო 90 ლარი გქონდა ის ხელფასი. ხო, ძალიან რთული იყო ბავშვების უფლებების დაცვა. მაგრამ მე თქვენის ნებართვით მინდა გთხოვოთ, რომ აი დღევანდელ დემოგრაფიულ საკითხთან დაკავშირებით ხომ ექვემდებარება ეს კანონს, რომ 3 ბავშვიც რო ყავს დედას, ის მთავრობამ უნდა ჩათვალოს, რომ ის არის მრავალშვილიანი დედა. აი მე ამ წინადადებას გაძლევთ თქვენ, რომ თქვენ ამაზე იმუშაოთ, მე მხარს დაგიჭეთ აი იმ კანონმდებლობაში, რაც არის, როგორც არის ყველანაირად ერთად ისაუბროთ, იმიტომ რომ ბავშვებს ნამდვილად იცით ძალიან უჭირთ. ბავშვებს და ჩვენი დემოგრაფია ფაქტიურად აი სულ სხვა ქალბატონოცია, სულ სხვა. აი ამ საკითხთან დაკავშირებით ამდენი ახალგაზრდების გადინება არის ფაქტიურად ძირითადად უკვე ასაკობრივი ადამიანები რჩებიან ჩვენს ქვეყანაში. ხო და აი ვინც და ამ საკითხში მუშაობდეს სამწუხაროდ ისინი უკვე იცით რა, მე არ ამგონია რომ დღევანდელ მთავრობის წარმომადგენლებმა თქვათ საკანონმდებლო
ბაზამ ეს არ გაითვალისწინოს, ოღონდ სრულყოფილად უნდა იყოს რატომ, რისთვის და რამ გამოიწვია, რომ ყველა ქვეყანაში, აი სადაც ხა ჩემი შვილი დამტკივნეული თემაა ჩვენი დემოგრაფია. ხო, ეს დემოგრაფიის ღირებულებების მკაცრი დაცვა და იცით იმის გამო, რომ საქართველოს აი ამ ლამაზი ქვეყნის ამ პოლიტიკურ იმებში არ ვეხები, რომ ღირსეული ადგილი დაიკავოს დედამ, რომელიც სამ შვილს ზრდის და მეც თუ გაზრდის კიდე ღმერთმა ყველას მოუმართოს ხელი. ეს ჩემი მოვალეობა, ეს ჩემი ვალია. დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი დემოგრაფიული საკითხები, ჩვენი ერის გამრავლება, იმიტომ რომ ქვეყანა, სახელმწიფო რისგან შედგება ხალხისგან. და თუ ჩვენი ქართველი ხალხი არ იქნება, ეს რასაკვირველია, სადმე გვიყვანს, კი ვიცით, ქალბატონო ცირა. და ყველა უნდა გავითავისოთ. არ უნდა გავიშვიროთ, აი თვითი იქეთკენ, რომ აი სახელმწიფო ყველა თვითეულმა მოქალაქემ ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია ყველა დავიცვათ ჩვენი სამშობლოს ღირსება და ის დედობრივი მოვალეობა, რაც აკისრია ქვეყნისა და ერის წინაშე. მე მესმის, რომ ამბობენ სამუშაოები არ არის. ესეც კი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა დედა როცა ხარ, უნდა მიაქციო ბავშვს ყურადღება, ბავშვი უნდა აღზარდო და ეს დემოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. იცით, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, ეხლა იცით რა ძალიან კარგი ეს აი სპორტული ეს ყველაფერი ღმერთ ალალი და უსაყვედრო იყოს. მაგრამ მე თქვენის ორგანიზაციის საშუალებითაც და ყველა ორგანიზაცია კი არა საკანონმდებლო ბაზის თითოეული დეპუტატის თხოვნა იქნება, რომ ამაზე უნდა იზრუნო აუცილებლად, რომ გაახარონ ეს ოჯახები, ისეთი ბავშვები, რომელებსაც ისევე კარგად უნდათ იცხოვრონ, როგორც სხვები ცხოვრობენ. დღეს არის ძალიან საშუალო ფენა ცოტა, ან არის ძალიან უღარიბესი, ან არის ძალიან მდიდრები. და ეს პატარა საქართველოს ნამდვილად მე ემოციამ მომძლავდა ჩემში, როგორც სხვა ეროვნების ადამიანი, მე ეზიდი ქართველი ვარ, იცით, ბევრჯერ მითქვია, ეს ჩემი მოვალეობა, რომ ამ სამშობლოს გავუფრთხილდეთ. ნამდვილად. იმიტომ რომ უსამშობლო დიდი ერები აისორები, ბერძნების მდგომარეობა ძალიან მძიმედ არის დღეს მთელ მსოფლიოში. ძალიან მძიმედ არის. ჩემი ერის მდგომარეობა იცით თქვენ, 350-ზე მეტი მილიონის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ უსამშობლოება, სამშობლოს დაკარგვის, მერე იმისი აღდგენის და რაღაცა, ეს არის სხვა თემა და ღმერთმა არ აქნას ეს. ამისათვის არის ეს მძლავრი მუხტი ჩემი მხრიდან, რომ თქვენ გაითვალისწინოთ ყველანაირად ეს ჩემი ამაგი ჩემ ქვეყანას მოხმარდეს ისე როგორც ჩემ შვილებს მოხმარდა დღეს სამივე ბავშვი იქ, სადაც მე ერთმა ქართველმა ბევრჯერ ვთქვი, რომ მან გადამარჩინა და გავიყვანე აქედან ეს ბავშვები იმ დროს, როდესაც ეს სასტიკები ახლა რომ მოდიან იქ 2 მეტრიანი კაცები და რო ყვებიან თავის ტრაგედიებს. საგამომძიებო პარლამენტის საგამომძიებო სხდომაზე, როდესაც ახსენებენ ყოველდღიურად და ეს არის წამების ხელმეორედ კიდე მოსვენა და ძალიან რთულია. ესაც გადავლახეთ. დიახ. ბევრი ტრაგედიები იყვნენ და ბევრი, აი წეგან თქვენ ლექსში ყველაფერი ითქვა, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ყველაფერი. დღეს უკვე საუბრის და იმის დრო აღარ არის. დღეს მოქმედების დროა. და მე ვთხოვდი საქართველოს მთავრობას, პირადად რა თქმა უნდა ბატონ ბიძინას
გთხოვდი იგივე ბატონი ირაკლის ვისაც ეს მართლობა უკავია დღეს კიდე ერთი კარგმა კადრმა შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა ეს ყოველი გადადგომა ჩვენში იწვევს ძალიან ბევრ ტკივილს იცით რატომ რომ უკეთესობისკენ არის თუ უფრო ღმერთ მარაგს მე მაინც ვფიქრობ რომ ალბათ უკეთესობისკენ წავა ეს ყველაფერი და ყველამ უნდა იგრძნოს ის რომ ხვალინდელი საქართველო იმდენად უნდა გაძლიერდეს ნენელა დემოგრაფიის ამ აწევით გამრავლება თუმარი იქნება ქართულის მე ახლა ასეთ რაღაც იცით რატო ვამბობ ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ გულწრფელი ვარ ქალბატონოლია ნამდვილად გულწრფელი ვარ ყველანაირად თქვენ და საქართველოს წინაშე კი ბატონო გიცნობთ როდიდან ქალბატონო ცილა და მოვდივარ საქართველოს სამშობლო ვინც მე რაც კი გამაჩნია კარგი მე აქ გავიზარდე და აქ შევიძინე აღზრდა თუ რაღაცა ჩემი შვილები ჩემი ოჯახი დღეს 9 სულიანი ოჯახი მყავს და მე უძღვები ამ ოჯახს და ეს გამოცდილება ყველაფერი მე ქართული წიგნებიდან ქართული მწერლობიდან ქართული აღზრდიდან აი საბურთალოზე როცა ვიზრდებოდი ძალიან მაგარი ქართველები დღეს ასეთი ქართველები ნაკლებობაც არის მინდა გითხრათ კაცთმოყვარეობის სინდრომი არის ქართველებში როგორ არა ბევრია მაგრამ აი ის მუხტი აღარ არის ის მუხტი ცოტა დაიკარგა და მე ვთხოვდი იმიტომ რომ შენს მიწას როდესაც სხვა ეროვნების ადამიანი აზერბაიჯანელი დგება აქ მაცხოვრებელი სომეხი ბერძენი რუსი უკრაინელი აისორი ვინც არიან ჩვენი წარმომადგენლები რა თქმა უნდა აფხაზი ოსი ეს ძმებია საქართველოს ღვიძლი ძმებია და გუშინდელ სიმღერამ მიმღერეში ეს არ ვიცი ეს ისეთი სიმღერა იყო რომ თითოეულ აფხაზში ვიცი რომ აუცილებლად და თითოეულ გორის სამაჩაბლოს ხალხში ეს ძარღვი ერთია და ყველაფერს უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ ჩვენი სახელმწიფოს სიდიდე უფრო მაღლა წავიდეს, უფრო ძლიერი გახდეს და უფრო ეფექტიური გახდეს, უფრო მსოფლიოში აი თამამი იყოს, იცით რომ ესე მოკრძალებული არ იყოს რომ ვინც ჩამოვა ყველა თიც უქნეს აქაურობას. ქალბატონელია ჩვენ დაგვრჩა 2 წუთი და გთხოვდით რომ თქვენ როგორც აი პირველმა ეხლა ეს პირველი ღონისძიება იმ ტკივილების მერე რაც თქვენ გადაიტანეთ და აი ამ დემოგრაფიულ საკითხებში მე მინდა რომ ჩვენ მსმენელს ზუსტად თქვენაირი ქალბატონი აი ამ დემოგრაფიის საკითხებში მე ყველაფერში დაგეხმარებით რაც კი იქნება ერთობლივად გავაკეთოთ რომ აი ეს დემოგრაფიის საკითხები ყველა ინსტიტუტი ჩავაყენოთ საქმის ყურში და ყველამ დახმარების ხელი გაუწიოს რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყოს და გთხოვდით რომ აი 1 წუთი არის და როგორმე თქვენც თქვით აი ეს მოვალეობა რომ აიღოთ თქვენ კი ბატონო, დიახ, ნამდვილად არაჩვეულებრივად ზუსტად ჩვენი мотиваციაც არის ეს ბავშვებთან ეს მუშაობა, ახალგაზრდებთან მუშაობა, აი ეს დემოგრაფიის კუთხით მიყვავს ეს სხვადასხვა პროგრამები და პროექტები, რომ იყოს წამახალისებელი იყოს მათთვის ბევრი სხვადასხვა ისეთი ისინი როგორიც არის დაუშვათ სამშვილიანს რაღაცა წამახალისებელი მისცეს სახელმწიფო 4 შვილიანს 5 შვილიანს და აი ასე შემდეგ რომ უნდა გავძლიერდეთ, უნდა მომრავლდეთ და გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენ აუცილებლად დაბერდეთ, იცოცხლოთ დიდხანს. დიდი მადლობა. ნამდვილად თქვენი თანადგომით, თქვენი რჩევებით, იმიტომ რომ ჩვენ 90-იანი წლებიდან მოვდივართ ჩვენ ერთად თქვენი რჩევებით უამრავი კონფერენცია გქონია სახალხო დამცველის აპარატში, შედეგიანი, მნიშვნელოვანი და გვაქვს კიდევ იმედი, რომ ჩვენ აი ამ დემოგრაფიის საკითხებში და პატრიოტულ საკითხებში ბევრ ამას გავაკეთებთ ერთობლივად. უღრმესი მადლობა მობრძანებისათვის, დიდი მადლობა წინსვლას გისურვებთ ლია, ძალიან მიყვარხარ, ძალიან პატვის გცემთ და აი ეს ნაბიჯი რომ გადადგით თქვენ კიდე პატრიოტული საქართველოს სასარგებლოდ, უღრმესი მადლობა ამისათვის. მადლობა თქვენ. ვამთავრებთ ჩვენ იმას გადაცემას.